21 საუკუნის მედიცინა ელვისებური ტემპით ვითარდება. ამ განვითარების ავანგარდში კი ონკოლოგიაა. მიმართულება, სადაც დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალებების პროგრესმა მართლაც გასაოცარ სიმაღლეებს მიაღწია. სწორედ ამ სიახლეების უფრო კონკრეტულად კი რადიაციული ონკოლოგიის სფეროში არსებული ყველაზე აქტუალური თემებისა და გამოწვევების გარშემო სასაუბროდ შეიკრიბნენ დღეს კაჭრეთის ამბასადორში რადიაციული ონკოლოგები, ონკოქირურგები, ონკოგინეკოლოგები, ჯანდაცვის ორგანიზატორები, აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან ტრადიციულად ქირურგიის ეროვნული ცენტრი სიახლეებით წარდგება ხოლმე ჩვენი ექიმთა საზოგადოების წინაშე. დღეს ეს სიახლეები ეძღვნებოდა კლინიკის რადიაციული თერაპიის დეპარტამენტში არსებულ სიახლეებს. ასევე მნიშვნელოვანი სიახლე ის ჰქონდა, რომ მაია ჯუღაშვილი, რომელიც არის ესპანეთის კლინიკა Genesis Care-ის ერთ-ერთი წამყვანი რადიაციული ონკოლოგი, დღეს საქართველოს ჩამოვიდა. მაია ჯუღაშვილი გახლავთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექსპერტი რადიაციული ონკოლოგიის მიმართულებით. მან წარმოადგინა ის თანამედროვე მიდგომები, რაც კლინიკაში გვაქვს დანერგილი სხიური თერაპიის მიმართულებით, გავაცანით დამწრე საზოგადოებას ამ სიახლეების შესახებ და ორივე მხარის ინტერესი არის პაციენტი, რომ ყველანაირი სწორი დიაგნოსტიკის და სწორი მკურნალობის შედეგად მივიღოთ არაჩვეულებრივი შედეგი, დადებითი, რაც ონკოლოგიურ დაავადებათან ბრძოლაში გამოგვადგება. იცით რომ ონკოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება და ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციები ჩატარდება მსოფლიოში, რაზეც სიახლოებს ვიხილავთ და ყოველწლიურად ამ შეხვედრებზე გამოდის ეს სიახლოები და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველოში მოღვაწე ონკოლოგები უკან არ ჩამორჩნენ მსოფლიოში მიღებულ ახალ სტანდარტებს და ახალი მკურნალობის მეთოდებს. საერთოდ თანამედროვე ონკოლოგიაში უკვე ამ ონკოლოგიურ დაავადების მკურნალობა ხდება კომპლექსურად, ანუ სხვადასხვა მოდალობებია ჩართული, ამიტომ ესეთი კომუნიკაცია სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ონკოლოგიაში ექიმებთან არის აუცილებელი, რათა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება, სიახლეები თავიანთ სფეროში მიმდინარე მიმართულებების შესახებ, რომ ის მკურნალობა, რასაც ერთობლივად ვატარებთ, იყოს მაღალი ხარისხის. შეხვედრის ფარგლებში ონკოლოგიის არაერთ მიმართულებაზე ისაუბრეს. განიხილეს საინტერესო შემთხვევები და მათი მკურნალობის უახლესი მეთოდები. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ძალიან საინტერესო თემები, მაგალითად, ძუძუ სიმსივნის მკურნალობა ადიუვანტურ მეთოდებში, რასაც ჩვენ ვიყენებთ ადიუვანტურ სხიურ თერაპიას, ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე ძუძუ მკურნალობა შეიცავს ორგანოს შემანარჩუნებელ ქირურგიას, ქალს თავისი ორგანო ენარჩუნება ქირურგიის შემდეგ, მაგრამ ამას აუცილებლად სჭირდება სხიური თერაპია, რომ არ განვითარდეს რეციდივი. დღეს იყო საუბარი ამაზე, ახალ სტანდარტზე, რაც მოიცავს ადრინდელი სტანდარტული 15 დღის მაგივრად 5 დღეში დასხივებას. დღეს იყო განხილული ასეთი სტანდარტის ახლახანს გამოქვეყნებული 10 წლიანი რეზულტატები, რომლებმაც აჩვენა უკეთესობა 5 დღიანი პროტოკოლის გამოყენება, ვიდრე იყო 15 დღიანი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი. იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენ როგორც კლინიცისტები, რომლებიც მუშაობთ აქტიურად, ჩემი მიმართულება არის მამოლოგიური მიმართულება, სარძევი ჯგუფის პათოლოგიები, ასევე ენდოკრინული ქირურგია, კანი-დარბილი ქსოვილების ქირურგია, ონკოქირურგია და ჩვენ კოლეგებთან უნიშნულოვანესი შეხვედრა რადიაციული მედიცინა, მისი განვითარება, თანამედროვე ასპექტები და შესაძლებლობები, რომელიც გვაქვს საქართველოში და რომელიც გააჩნია ქირურგიის ეროვნულ ცენტრს. ზოგადად ძალიან საინტერესოა, ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლები, შესაბამისად ჩვენი რაღაც ინტერაქცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირად ჩვენ გვიწევს ერთობლივი პაციენტები ყავს ხოლმე და ბუნებრივია
საინტერესოა თქვენი კლინიკის თანამედროვე მიდგომების გაცნობა და ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო შეხვედრა იყო, რომელიც ბუნებრივია ვიცოდით ბევრი რაღაცა, მაგრამ გარკვეულწილად ახალი ინფორმაცია მივიღეთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. დღეს ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტმა მორიგი გასვლით შეხვედრა გამართა ონკოლოგიის მიმართულებით მოღვაწე ექიმებთან და გააცნო ის განსხვავებული სერვისები და მიმართულებები სხიურ თერაპიის, რომელიც მხოლოდ ჩვენს განყოფილებაშია ხელმისაწვდომი. სხივური თერაპიის სერვისები კი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მართლაც დიდი სპექტრით არის წარმოდგენილი. ცენტრში დანერგილი ტექნოლოგიებისა და დიაგნოსტიკა მკურნალობის შესაძლებლობების გაცნობა თანაბრად საინტერესო აღმოჩნდა ონკოლოგიის ყველა მიმართულების ექიმისთვის. ეს არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ადაპტაციური სხიური თერაპია, ამერიკული კომპანია ვარიანის ფირმის აპარატით ეთოსით, ასევე HyperArc სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა თავის ტვინში არსებული მრავლობითი მეტასტაზები დასხივდეს 1, 3 ან 5 წიანში. გავაცანით ბრაქითერაპიის მიმართულებით ის განსხვავებული სერვისები, რაც მხოლოდ ჩვენთან ტარდება, ეს არის პროსტატის ბრაქითერაპია, გინეკოლოგიური სიმსივნეების ბრაქითერაპია, MRT გამოსახულებაზე დაფუძნებული დაგეგმარებით და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო მათთვის, რომ სწორად და შესაბამისად გადმომისამართეს პაციენტები, რომ დავეხმაროთ ესეთ პაციენტებს ისეთ საშიშ დაავადებასთან ბრძოლაში, როგორც ავტოსებიანი სიმსივნეები. მაშასე კაჭრეთის ამბასადორი არაჩვეულებრივი გარემო საქართველოში მოღვაწე ონკოლოგების კიდევ ერთი პროდუქტიული შეკრება. ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიაციული დეპარტამენტის სიახლეების პრეზენტაცია და ტრადიციისამებრ ევროპის რადიაციული ონკოლოგიის საზოგადოების სამეცნიერო კომიტეტის წევრის, ცნობილი უნივერსიტეტის პროფესორის გამოცდილება, რომლის გაზიარების შესაძლებლობა დღეს აქ წარმოდგენილ საზოგადოებას მიეცა. ანუ კიდევ ერთი ნაბიჯი ონკოპაციენტების ეფექტური მკურნალობისა და კეთილსაიმედო გამოსავლის მიღების მიზნით. კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი აწმყო შობილი წარსულისაგან, ტრადიციებისა და ინოვაციების უნიკალური ჰარმონია.